დღეს დაახლოებით 9 საათის წინ დავბრუნდი სახლში და მე დღის პირველი საათიდან ვიყავი ზურაბ და გია ჯაფარიძის მშობლის დედის გასვენებაში 3 საათზე გამოვასვენეს კალბატონი ვაკის სამების ტაძრიდან ეზოში ვიყავი შეკრებილები ზურას და გიას მეგობრები ჩემი ბევრი ნაცნობი მეგობარიც იყო ბუნებრივია და ბოლომდე დავესწარით, ბევრი ჩვენგანი ბოლომდე დაესწრო, მაგრამ ჭირის სუფლებს შორის, შვილებიდან ჭირის სუფლებს შორის იყო მხოლოდ გია. გია და არ იყო ზურა იმის გამო, რომ ამ ჯოჯოხეთურმა რეჟიმმა და მე მინდა კარგად აღხსნა, კარგად გავასიგრძეგანებინო მოქალაქეებს, რომლებიც სულაც არ არიან შესაძლოა ზურას და გიას მომხრეები ან სულაც არ იზიარებენ მათ აზრს მათ პოლიტიკურ შეხედულებებს მათ მინდა სწორედ გავასიგრძეგანებინო ზურაბ ჯაფარიძეს არ მიეცა შესაძლებლობა თუნდაც ბორკილ დადებულს რომ მისულიყო ვაკის სამების ტაძარში ან ბინაში მანამდე და გამომშვიდობებოდა მშობელ დედას თუნდაც ბადრაგის თანხლებით როგორც ეს გააკეთა როგორც ამის შესაძლებლობა უფლება მისცა გუშინ ამ სახელმწიფომ როცა 20-25 წუთით მიიყვანა ზურაბ ჯაფარიძე სახლში ზურა გამოეთხოვა დედას იმიტომ რომ მან იცოდა რომ მეორე დღეს ანუ დღევანდელ დღეს გასვენება დღეს მას ამის შესაძლებლობა არ მიეცებოდა მაგრამ რასაკვირველია უმნიშვნელოვანესი ადამიანური იყო უმნიშვნელოვანესი სასწავი დავანებოთ ადამიანობა იყო რომ მას ზურაბ ჯაფარიძეს პოლიტპატიმარს ტყვეს ამ რეჟიმისა დღესაც 15:20 1 საათი წუთით 1 საათით 2 საათით მაინც ჰქონოდა იქ ტაძარში დგომის შესაძლებლობა და მოსმენა სამძიმრის სიტყვებისა ბევრი ხალხი იყო იქ მეგობრების ნახვის შესაძლებლობა ჰქონოდა და რაც თავარია ჰქონდა შესაძლებლობა რომ უკანასკნელ გზაზე გაეცილებინა აეწია სასახლე ან არ აეწია სასახლე და მოკლედ ჩახუტებოდა მშობელ დედას მეთქი ვისზეც საერთოდ მთელი ცხოვრების განმავლობაში რასაკვირველია მაგრამ აი ბოლო ხანებში რაც პატიმარია როგორც თავად წერს და წერს განსაკუთრებულად აი შვილებზე ხო დარდობდა მეუღლეზე ხო ფიქრობდა ამ პოლიტიკურ პროცესზე ხომ დარდობდა მაგრამ ასევე და ყველაზე უფრო მეტად ზურა ადასტურებს ამას თავის ერთ-ერთ წერილში ფიქრობდა ხელავდა ნერვიულობდა მშობელ დედაზე რომელიც აი ბედად გარდაიცვალა სწორედ იმ პერიოდში სწორედ იმ დროს როცა ზურა საპატიმროშია როცა ზურა ამ ჯოჯოხეთურ რეჟიმს ხავს დატყვევებული ეხლა სხვა რამიტომაც ხვები ამას ესე დაწვრილებით გიამბობთ ცოტა ემოციურად მაგრამ მაინც არავის არ უსურვებ რასაკვირველია ძალიან რთულია მაგრამ ცხოვრებაა მეთქი ასე უნდა ვთქვა ვინ როდის გარდავიცვლებით ღმერთმა უწყის ასე რომ ამბობენ ხოლმე ეს ხელისუფლება ამ ხელისუფლების წარმომადგენლები ადრე თუ გვიან სამართლიანად და სამართლიანი სასამართლო რომ მიუსჯის ისე აუცილებლად იქნებიან ბორკილ დადებულნი და მე გეტყვით როგორი ხელისუფლება მჭირდება მე როგორი სახელმწიფო სვანატორობ მე სხვა უამრავი ფაქტორია სხვა უამრავი მიზეზი მაქვს რატომაც მე ვატრობ უკეთეს ხელისუფლებას ხო მაგრამ ერთ-ერთი როგორიც უნდა იყოს მომავალი ხელისუფლება უნდა იყოს ადამიანური და ადამიანობაში აი ესეთ ფატალურ ბანალურ ამბავსაც გულისხმობ ცხადია გვარებს არ დავასახელებ რა მნიშვნელობა აქვს ვის ვიტყვი აი ერთი გვარიც კი არ წარმომცდება არავითარ შემთხვევაში ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს ბუნებრივია ბევრს ერთმა დიდხანს სოცხლების უმყოფოს ყავთ ოჯახის წევრები მშობლები დედაები მამები დედმამები ოჯახის წევრები და ასე შემდეგ მაგრამ გამორიცხული ხომ არაფერია მეთქი ამის თქმა მინდა და როცა ეცედი ბორკილ დადებულნი იქნებიან უნდა მიეცეს თუ არა რომელიმე მათგანს და კვლავ ვიმეორებ გვარს არ ვასახელებ იმიტომ რომ არ იქნება ეს სწორი ახლა გვარის დასახელება რომელიმე ჭირისუფალ სამომავლოდ უნდა მიეცეს თუ არა შესაძლებლობა რომ მივიდეს სახლსა თუ ბინასა თუ ტაძარში და ბორკილ დადებული არ უნდა მივიდეს ოღონდ რასაკვირველია გარკვეული უსაფრთხოება რომ არ გაიპაროს იმ მომენტისთვის პატიმარი ისევე როგორც ზურაბ ჯაფარიძე არ უნდა გაპარულიყო რასაკვირველია არავის არ უნდა გამოეხსნა თინა ბოკუჩავა ხო არ გამოიხსნიდა არ ვიცი ვიღაცა ხო არ გამოსტაცებდა ბადრაკს მაგრამ რასაკვირველია გარკვეული უსაფრთხოების წესების დაცვით ხო ისე რომ პატიმარი არ გაიპაროს უნდა მიეცეს თუ არა იმ მომავალ პატიმარს
მშობელთან, ან ოჯახის წევრთან თუ ახლობელთან თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ოჯახის წევრ ახლობელთან გამომშვიდობების შესაძლებლობა. უნდა ჩაუკეტოს თუ არა ციხის კარი იმ ხანად, აი მომავალში რომელიმე ბანდიტს სამართლიანი სასამართლოს მიერ ბრალდადებულს მსჯავრ გამოტანილს, ხო? ბრალს ვინც დაუდგენს სამართლიანი სასამართლო მომავალში, რა საკვირველია უნდა მიეცეს. და მე ვიქნები, აი მე ქოცების მოწინააღმდეგე ერთ-ერთი ვიქნები, ვინც თუ ასე არ მოხდა, აი ამ კამერის წინ ჩავწერ ვიდეო ბლოგს და ვიტყვი კვლავ არ ვასახელებ გვარებს. მეგობრებო, ამა და ამ პატიმარს, რომელიც ღირსია პატიმრობისა, უნდა მისცემოდა შესაძლებლობა, რომ გამომშვიდობებოდა ოჯახის წევრს, დედას, მამას, ოჯახის წევრს. ეს არის სწორი. მაგრამ ქართული ოცნების არც ერთ წარმომადგენელს, იმიტომ ეს არის ეს სიმონე, არა მონობა, არა, ხო, აი ეს კატასტროფა მათ თვინებში, არც ერთ წარმომადგენელს ეს აზრადაც არ მოსვლია თავში. ამ პანაშვიდზე გასვენებაზე ყოფნის დროს ბუნებრივია, აი პირველი საათიდან გახდით მეთქი, ვიყავი მეთქი, გითხარით, ხო, არ ვიცი, ათეულობით ალბათ მაინც ასე, მეგობარ ნაცნობ ახლობელ ნაცნობი თუ გნებავთ ასე შემხვდა, ერთს გაუჩერდები, მეორეს არა, ხადია ლაპარაკობ უფრო ზოგად პოლიტიკურ საკითხებზე და ასე შემდეგ და არ დავასახელებ არ მნიშვნელობა აქ ერთ-ერთი პოლიტიკოსი შემხვდა, რომელმაც ყურადღება გამამახვილებინა, გამიმახვილა ერთ ძალიან საინტერესო საკითხს, რომელზეც თქვენს გიფიქრიათ. და რომელიც რასაც ახლა ვიტყვი ეს საკითხი, ხო? ერთგვარად კავშირშია სწორედაც რომ ადამიანობას და რკოცები ადამიანის სახეს კარგავენ უკლებლივ ყველა დონეზე, პრემიერის დონეზე, პარტიის თავმჯდომარეს პრემიერია ხო მგონი? არ ვიცი, პარლამენტის თავმჯდომარეს წოდებული ბანდიტი პაპუაშვილის დონეზე, სხვების დონეზე, მამუკა მდინარაძის დონეზე, რიგითი დეპუტატის დონეზე და ასე შემდეგ. აი ამ ახალგაზრდა კაცმა პოლიტიკოსმა მე გამამახვილებინა ყურადღება ერთ საკითხზე და მე უკვე სხვასთანაც გაგზელდა მსგავს საკითხზე. დიალოგი დაინახეო რომ ამ რიჟვაძის საძმაკაცობო ან საახლობლომ, როგორც კი რიჟვაძემ ისროლა ამ ვერსიას წავყვეთ ერთს თვითმკვლელობა სცადაო, ეგრევე დაიარეს Facebook-ები საკუთარი და რაც კი ფოტო ჰქონდათ გადაღებული აჭარის გუშინდელ მეფესთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გუშინდელ მეფესთან, რომელიც აუცილებლად გახვეულია კორუფციაში, სხვა დანაშაულებში, რომელსაც სხვათა შორის მარტო მე ყველაზე ნაკლებად ვედავები, იმიტომ რომ არ ვიცი ესე დეტალურად. მე უბრალოდ ზოგადი ინფორმაცია მაქვს ამის თაობაზე, რომ მაფიის წევრია ეს რიჟვაძე, გინდა თურქეთში იყოს, გინდა საქართველოში, გინდა კლინიკაში იყოს და გინდა არ იყოს. რა საკვირველია ჯანმრთელობა და გადარჩენა უნდა უსურვოთ და ამავდროულად უნდა უსურვოთ სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგენა. მაგრამ ამ ადამიანობას სახედაკარგულმა ადამიანებმა დაიწყეს წაშლა, რომ არავინ არ იფიქროს, რომ ისინი მეგობრობდნენ, ნაცნობობდნენ რიჟვაძესთან, არა და აღებე მიცემობით იყვნენ დაკავებულნი, ერთი ჩაშკალოშკა კამანდა იყო, ხო? სასტავი იყო, ჯგუფი იყო, ბანდა იყო და არის მაგრამ ახლა რიჟვაძე, რომელმაც ისროლა, რომელმაც საკუთარ თავს ფილტში ისროლა თუ თირკმელში თუ გუნკერდის არეში, მას უნდა გაემიჯნონ. ის უნდა რაღა მიკვირს მე უკვე არარიგითი პირებისა, რომლებმაც აი დეკემბრის თვეში ჩვენი ერთი მეგობრის შვილი რომ გახეთქეს ცებით, მე ვახსენებ რამდენიმე ბლოგის წინას და ახლაც ვახსენებ თუ გნებავთ გიორგი მაღლაკელიძისა და თამარ გულედანისა, ხო, რომ ძალიან რო სცემეს, რაღა მიკვირს იმ საერთო თუ რა ვიცი არასაერთო მეგობრებისა, რომლებმაც ერთი მოსაკითხი გზავნილიც კი არ გაუგზავნეს დღეს ვფიქრობდი სწორედ ამაზე, რომ არა ვფიქრობდი რა ჩემს ერთ მეგობართან ლაპარაკობდი სწორედ მე გადავედით და ყავა დავლიეთ ბერძენიშვილის ქუჩაზე, რომ თუ მაინც და მაინც ეშინიათ რომ ვინმე უსმენს და ამის გამო ვინმე დასჯის, ჯერეგეთი როგორ დასჯის, მაგრამ რომც დასაჯოს, ხო, გადადე ტელეფონი, მოისროლე ეს ტელეფონი, დაიბარეს რაღაც 19-ის გზაზე და შეხვდი და დაელაპარაკე თამუნია, თამარ, გიორგი, მე შენსკენა ვარ რო იცოდე, მაგრამ ამასაც კი ვერ ბედავდნენ და რაღა მიკვირს, მაშინ როცა ადამიანობა დაკარგულმა, სახედაკარგულმა ადამიანებმა რიჟვაძის ფოტოების წაშლას კი დაიწყეს. ამ შეხვედრაზე ახლა უკვე დავასახელებ ორ პირს, მე შემხვდა და მე უდასტურებ აქვე, აი აქედანო, იმიტომ რომ მე ვიცი ან მგონია რომ ისინი ხანდახან მომისმენენ ხოლმე და იმედი მაქვს რომ ამასაც მოусმენენ. შემხვდა ორი პირი, ორი გენერალი, ასე ვიტყვი.
ერთიც და მეორეც ბატონი გოგავა და ბატონი ყურაშვილი, გენერალი გოგავა და გენერალი ყურაშვილი მე ამ დაახლოებით 2.5 თვის წინ, 2 თვის წინ შემომეკრიტიკა იმის გამო, რომ ისინი გამოცხადდნენ, ისინი იყვნენ ამ კომისიაზე ბანდიტი წულუკიანისა. მე ახლაც არა ნაწილობრივ მიმაქვს ჩემი კრიტიკა უკან, გულახდილად გეტყვით, იმიტომ რომ ინტუიცით რატო კიდევ როცა ვუყურებდი ამ ჭრელ სპექტს დაუბრუნდები ამ თემას ამ ჭრელ სპექტს მისულს დღეს გასვენებაში იქ განსხვავებული ერთმანეთისაგან განსხვავებული ადამიანები იდგნენ და აღმოვაჩინე ან გამიელვა თავში ერთმა აზრმა რომ ხო განსხვავებულები არიან ერთი მეორეს ჭყალებში ვერ იტანს თითქოს მაგრამ ამა თანაცხოვრება ერთმანეთთან შეუძლიათ ვერც ერთი კოცი ვერ აღმოვაჩინე იქ იცით რატომ იმიტომ კი არა რომ გია ჯაფარიძეს არ იცნობენ ან ზურა ჯაფარიძეს არ იცნობენ ან ოდესღაც ნაცნობობა არ ქონიათ მათთან არა საგარეოს არც ერთი თანამშრომელი არ იყო სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა გია ასე მაგალითად არც ერთი მოქმედი თანამშრომელი მეთქი ასე ვიტყვი ბევრი არ იყო ყოველ შემთხვევაში მაგრამ არ მივიდნენ ადამიანები იმიტომ რომ მათ არ შეუძლიათ თანაცხოვრება ჩვენთან ეს სირცხვილება თავისი ეს სირცხვილება ხო და გენერალ გოგავას და გენერალ ყურაშვილს ვუსმენდი დღეს ერთიც და მეორეც მისაბუთებდა იმას რომ კომისიაზე მისვლა იყო აუცილებელი ჰქონდათ გულახდილად გეტყვით თავისი არგუმენტები მაგრამ ამაზე არ არის ლაპარაკი მე აქ იგითხარით რომ ისინი გავაკრიტიკე მეთქი თუმცა ვუდასტურებ პატივისცემას ერთსაც და მეორესაც როგორც პირველ ყოვლისა სამხედრო ფორმიან კაცებს გენერლებს სამხედროებს პროფესიონალ სამხედროებს ასევე 2008 წლის მონაწილეებს და ერთ საკითხზე გავამახვილეთ ყურადღება მე მათ უბრალოდ გენერალმა გოგავამ რომ მიაქცია ყურადღება ირაკლიო და სწორი რეპლიკა, სწორი რემარკა ჩვენ დემონსტრაციულად ამ კომისიაზე გამოვცხადდით სამხედრო ფორმაში და მართლაც მე რომ გამახსენდა გენერალი ყურაშვილი გამახსენდა გენერალი გოგავაც გამახსენდა კადრი რომ გამახსენდა რომ ამოტივტივდა ხო მე მივხვდი რომ აი ამასაც ჰქონდა უზარმაზარი სიმბოლური დატვირთვა და ნიშნულობა მე გენერალი მოვდივარ აქ ამ რუსულ კომისიაზე და მე გენერალი რომელსაც შენ ვერაფერს ვერ დაუსაბუთებ იმიტომ რომ ბანდიტი ხარ მე გენერალი გელაპარაკები შენ ამას იქ გენერალი ყურაშვილისა და გენერალი გოგავას მიერ ამ შეხვედრაზე სახელდახელოზე 15 წუთიანზე ჯამში არაუმეტეს სხვა ნიშანდობლივი და საინტერესო სიტყვებიც იყო ჩემთვის თქმული და ამაზეც ამ საკითხებზეც უკვე სამომავლოდ მე გავამახვილებ ყურადღებას მათი დასახელებით ცხადია მაგრამ კიდევ ერთი დეტალი აი ამ შემთხვევაში მიმართავ როგორც მოქმედ სამხედროებს ვინც ახლა თავდაცვის უწყებაშია თავდაცვის ძალებშია ასევე ყოფილ სამხედროებსაც ხალხო რამ დაგამუნჯათ ორი გენერალი სულ რომ აკრიტიკებდეთ ამ სულ არ მოგწონდეთ თქვენი ან ჩვენი ქვეყნის გენერალი მიდის კომისიაზე და მე მიდის საყოველთაო ბულინგი ამ გენერლებზე მე გავაკრიტიკე მაგრამ ბულინგით რა საკვირველია არ დავკავებულ ვარ მათ წინააღმდეგ გავაკრიტიკე და ახლა ნაწილობრივზე მეტად ვცვლი ჩემს მაშინდელ მესიჯს კი ბატონო ეს იყო არჩევანი გენერალი ყულაშვილისა და კიდევ ეს იყო არჩევანი გენერალი გოგავასი და მათ საკმაოდ ოსტატურად გაართვეს თავი ამ ბანდიტი კომისიის წულუკიანის კომისიაზე იმ რაღაც ჯვარედინა დაკითხვას რომელიც მოუწყო FSB-ს დავალებით წულუკიანმა და ქართულმა ოცნებამ მათ მაგრამ გავაკრიტიკე და ნაწილობრივ ნაწილობრივზე მეტად მიმაქის კრიტიკა მაგრამ აქ სხვა დეტალია ბულინგი დაიწყო მათ წინააღმდეგ და როგორ არც ერთ მოქმედ სამხედროს მათ შორის 2008 წლის მონაწილეებსაც იბოდიშებთ ცხადია არ მოგსვლიათ თავში რომ ერთი Facebook პოსტი გამოგეცხოთ და გეთქვათ რომ გენერალს თავდაცვის ძალების ყოფილ ხელმძღვანელს გენერალ გოგავას 2008 წლის მონაწილეა ერთიც და მეორეც გენერალ ყურაშვილს სულ რომ აკრიტიკებთ გავიგეთ აგება აბულინგებთ იქ საკამათოა ისე უნდა ეპასუხა მე ვიკამათებ 750 ჯერ დღეს არ ქონია გენერალ ყურაშვილთან ამ თემაზე ლაპარაკის შესაძლებლობა ვიკამათებ რატომ არ უნდა ეთქვა გენერალ ყურაშვილს ის ჩემი აზრით ეს რასაკვირველია შეგვიძლია ვთქვა თავისუფალმა ფორვარდებმა ასე ვიტყვი აი ვისაც არ აგვაქვს სამხედრო ჩინი ფორმა არ გვწმი არასოდეს იანაღი არ გჭერია მაგრამ თქვენი ვალდებულება იყო დაგეცვათ გენერალი გოგავა მუნდირიანი კაცი მუნდირი დაგეცვათ გენერალ გოგავაზეც არ არის საუბარი ხო და რაღა მიკვირს მეთქი ახლა დაუბრუნდები იმ ადამიანებისა რომლებიც უჩუმარნი არიან რომლებიც ჩამალულნი არიან და რომლებსაც უნდათ რომ 2885 ლარი მიიღონ და აფრთხობთ ერთი
თბილი, ემპათიური სიტყვა და ვერ ეუბნებიან ხსენებულ ჩემს მიერ ხსენებულ ჩემ მეგობარს თამარ გულიდანს თუ გიორგი ბაღლაკელიძეს ლაზარერობს ცემეს აი შენ გვერდზე ვარ ჩემო თამარ გულედანო ამას ვერ ეუბნებიან აი ესე გამოდის რომ მეოთხე მეხუთე ბლოგია მე ამ ზედიზედ არ ვიცი მაგრამ აი ბოლო 10 ბლოგში მესამეჯერ თუ მეოთხეჯერ ვახსენებ ამ ამბავს ხო მაგრამ გულსატკენი ამბავია რაღა მიკვირს და ერთი დეტალი კიდევ აი სხვათა შორის ყველაფერთან ერთად ევროპული საზოგადოება არის ერთმანეთის მიმართ ემპათიური ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობით განშვალული ერთმანეთის თანამდგომი არა მარტო ხინში და ყალბად გავიღეთ ჭიქა დავლიეთ არა ამ კუთხით საერთოდ არა სწორედაც რომ არაორდინალურ ვითარებაში და მაშინ როდესაც ადამიანებს სჭირდება თანადგომა არა ყალბი ვიმეორებ არამედ სწორედაც რომ გულწრფელი და ეს პაპუაშვილი ბანდიტი რომ ამბობს რომ ევროკავშირი ისევ ჭირდებით ჩვენ თუ ამის ერთ-ერთმა ბანდიტმა თქვა რა მნიშვნელობა აქვს ხო ან კობახიძემ ან პაპუაშვილმა ამ დინარაძემ ბანდიტებს რა დალებს ამათ ევროპას ისევ ჭირდებით ჩვენ თუ რა ჩვენ ისევ გვჭირდება რაღაც ისული ევროპასაც ჭირდებით ჩვენ და ასე შემდეგ არა ჩვენ ევროპას ჭირდება ემპათიური და თანამდგომი საზოგადოება არა ის რომელიც წეირს უყურებს გუშინ როგორ ჩამოინგრა ვაგზლის მოედანზე ერთი შენობა და წარმოიდგინეთ ჩაიტანა და კახა კალაძე ბანდიტი ამბობს ამასთან დაკავშირებით რომ მეხუთე კატეგორიის დაზიანება თუ რაც ქვია მაგას ქონდა ამ შენობასო და მოსახლეობა ვერ შევითანხმეთ ამიტომ ვერ გავასახლეთ თუ ამაზე კი არ არის ლაპარაკი მოსახლე ჩანაცვლების პროგრამაში ვერ მოვაყოლეთო ამაზე კი არ არის საუბარი იქ უნდა ყოფილიყო ჯებირი ბანდიტო კალაძე და იმ ჯებირი როცა ჯებირი იქნებოდა უნდა ყოფილიყო შემოსაზღვრული ტერიტორია ემან რო ჩამოვარდილიყო ბანდიტო მართლა ბანდიტო ვინმე არ მოიყოლა როგორც მოიყოლა და კადრები გავცელდა როგორ ვარდება ის ამიტომაც კალაძე დედაქალაქის მერი არ უნდა იყოს არც ერთი ბანდიტი არ უნდა იყოს და დედაქალაქის მერი უნდა იყოს ნორმალური ადამიანი მოქალაქე რომელსაც არა მარტო იცის, არა მარტო რომელსაც არა მარტო უყვარს, კალაძესაც უყვარს ესე ფსევდო დედაქალაქი, ისე მაგას რა უთხარი, მაგრამ მაინც არამედ იცის ქალაქი, გრძნობს ქალაქს. ემპათია აქვს ქალაქის და ქალაქის მოსახლეობის მიმართ და ემპათია არ არის ესე დამწუხრებული სახით გამოსვლა და მეორე დღეს სისულელების ბრახაბრუხი. არ არის ემპათია დამწუხრებული სახით გამოსვლა ვაკის პარკის ტრაგედიის ან წყნეთის ტრაგედიის შემდეგ, ან ახლა ვაგზლის მოედანზე თუ ვაგზის იმდებარე ტერიტორიაზე არსებული პრობლემის თუ ტრაგედიის შემდეგ, რომ მე გამოდიხარ და თვალზე თითქოს წრემლი გაქვს. არა, მეორე დღეს სისულელებს რო ლაპარაკობ ევროპაზე ან საერთოდ ქალაქზე ან საერთოდ სისულელებს, ეს უკვე არა ემპათიურობის დასტური და მანიშნებელი და მადასტურებელია. ხო, ეს და ამიტომ კალაძისნაირი ბანდიტები უნდა წაეთრდნენ ამ ხელისუფლებიდან კი არა, პოლიტიკიდან და საერთოდ ბევრი მათგანი სწორედ ამ кейსების გამო უნდა მოხდეს ჯარდებული სკამზე. ეხლა რატომ ყვები ამ ყველაფერს? ევროპა ჭირდებით ჩვენო, ესე თქვა, პაპუაშვილმა თუ არ ვწდებით ამ მნიშვნელობა აქვს. და ეს პაპუაშვილი არის ტიპი, რომელიც მეორე წუთს ამბობს იმას, რომ ევროკავშირი საბჭოთა კავშირის დაემსგავსო, მაშინ რატომში მივდივარ ჩვენ ევროკავშირისკენ, ეგ რა მაგის პასუხია, ბანდიტო შალვა პაპუაშვილო, მაგრამ გავანებოთ ეხლა ერთ წუთს ამასაც თავი. ევროპა გამიიღო გადაწყვეტილება ამგვარი და ახლა უნდა ჩავიკითხო სხვა გზა არა მაქვს. როგორც სად არის უკვე აღარ ვიცი ამებნა და ასე შემდეგ. შეიძლება ხო არ ვიცი, დამეკარგა, მნიშვნელობა არ აქვს. ევროპა მიიღო გადაწყვეტილება ამის თაობაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის შეაჩეროს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, შეაჩეროს ამას ვამბობთ, მაგრამ კარგად უნდა ხვდებოდეთ თქვენ მოქალაქეებო, რომ შეჩერება რაღაც ერთთვიანი კი არ იქნება, ეს იქნება შესაძლოა, ეს იყოს რამდენიმე თვიანი, შეიძლება რამდენიმე წლიანიც, მანამ სანამ ჩვენს ქვეყანაში ვითარება არ გამოსწორდება. და ეს გადაწყვეტილება მიიღო და ამის თაობაზე წერილს უმზადებს კი არა, უგზავნის ამ ბანდიტ ხელისუფლებას. მოდის ვიხდი, მე ჩავიკითხავ, იმიტომ რომ გამახსენდა რომ ფორმულა საიძე იყო, ახლა ლავროვის შემხვდა ამასობაში ბანდიტების უფროსი და ასე შემდეგ. უყურეთ, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ევროპის კავშირმა უცნებისათვის გაგზავნილ წერილში პირობების შესრულების ვადად 31 აგვისტო მიუთით, ანუ ჩვენი დედლაინი, რომ რაღაცა გამოასწოროს ბანდიტმა ხელისუფლებამ, რასაც არიზავს, არის 31 აგვისტო. დღეს ევროკავშირმა
ის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა ივანიშვილის მთავრობას უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა, ევროკავშირი წერილს გაუგზავნის, ალბათ ესე უნდა იყოს. მისი თქმით, ამ წერილში გაწერილია გარკვეული პირობების, რომელთა არ შესრულება დათქმულ ვადამდე კი ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას გამოიწვევს. ჩვენ გავუგზავნით საქართველოს მთავრობას წერილს, რომელიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს ეხება. აქვე გეტყვით, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე გადაწყვეტილებას იღებს ევროპული საბჭო, მინისტრები, საგარეო საქმეთა მინისტრები ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. ევროპული საბჭო 21 აგვისტომდე კი გვაქვს ვადა, რომ შეცვალოს, ამას აქვს ვადა ბანდიტ ივანიშვილს, მაგრამ ევროპული საბჭო შეიკრიბება სექტემბრის ბოლოს, ოქტომბერში, მაქსიმუმ ნოემბერში, მაგრამ ოქტომბერს ჩემი აზრით არ გასცდება. 31 აგვისტომდე თუ არ შეასრულებს ბიზნა ივანიშვილი ამ პირობებს, ანუ არ იქნება ევროპული სახელმწიფოსკენ გადადგმული ნაბიჯი, ანუ საქართველო არ იტყვის ოფიციოზის დონეზე, დე-ფაქტო ოფიციოზის დონეზე, რომ მივდივარ ევროპისკენ და აი ამას და ამას ვცვლიო, გადაწყვეტილება მიღებული იქნება და ფორმალობა აღარ იქნება, რომ ოქტომბრიდან ჩვენ შეგვიჩეროს ევროპულმა საბჭომ უვიზო რეჟიმი. ამით ჩვენ გვანიშნებენ, რომ ხალხო, ჩვენ იმის სამართლიც არის აგზამდილი, ხალხო იმოქმედეთ ამ რეჟიმის წინააღმდეგ, ხალხო გააგებინეთ ამ რეჟიმს, რომ თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ, აღმოგაჩინოს ამ რეჟიმმა რუსეთის სუნიანი იღლიის ქვეშ. და როგორღაც გამოდით, ესე ვიტყვიან, გააქტიურდით, ასე ვიტყვით და ასე შემდეგ. კატასტროფა მზადდება ჩვენთვის. ეს უნდა ვთქვა და ამით და ეს რომ ვიცოდეთ მაინც. ანუ ახლა კიდევ ერთხელ ჯოჯოხეთური ხელისუფლება არის ეს ხელისუფლება წოდებული ბანდა. და ეს მაშინ, როცა გარშემო ხდება საოცარი ამბები. და ასე მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები შემოდის ჩვენს რეგიონშიც, კავკასიის რეგიონი იგულისხმება, საბოლოოდ რა ერევა რა ჩაერია რა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დარეგულირებაში და ზანგეზურის დერეფნის გახსნაში და თურქეთთან ერთად ალაგებს ამ რეგიონის საკითხებს. ამ დროს ივანიშვილი ჩვენ მიგავხანებს ჯოჯოხეთში. ოღონდ ის არაფრის შეცვლას არაპირებს და არაფრის შეცვლას, ანუ არა დემოკრატიულ სულს და სულისკვეთებას შეინარჩუნებს და კალაძეების, ბანდიტი პაპუაშვილების და ბანდიტი კობახიძეების თავკაცობით ჩვენ ჩაგვჩეხავს რუსეთში. ახლა თქვენ აირჩიეთ ბანდიტებისთვის ხმების მიმცემებო. როცა იფეთქებს და უცებად იხულებს და იფეთქებს. ძალიან ახლო მომავალში. თქვენ ისევ მიყუჟულდი ხართ და ფაფასას ჭამთ და ელოდებით როდის ჩამოინგრევა შმორიგი შენობა რომ დაეცეს თავზე ვინმეს, ელოდებით ვინმეს სხვა სისხლის გააქტიურებას და თქვენ კი კვლავ ვიმეორებთ კაშა ფაფასა ჭამთ, თუ რას აპირებთ? არა, მე თქვენი იმედი არ მაქვს, როგორც არ მაქვს, უკვე აღარ მაქვს. როგორც ესეთი აზრიც არსებობს, თქვენც უნდა ჩაირეცხოთ. და მე უკვე მივდივარ იქამდე, რომ ხელი მოვაწერო ესე ღიად პრაქტიკულად ყველას მარგინალიზაციას არა, ჩარეცხვას ისტორიის ჭუჭყიან წყალში.